ამ ვიდეოში შენ გაქვს შანსი მოიგო Panasonic Ergofit ყურსასმენები, რომელიც ყველაზე გამძლე, გაყიდვად და დაბალბიუჯეტიანი ყურსასმენია ონლაინ მაღაზიებში. ოფიციალურ საიტზე 5 ბალიანი სისტემით 4.6 ქულითაა შეფასებული, რაც ძალიან მაღალია და უნდა ვთქვათ, რომ ის წლების განმავლობაში არ ფუჭდება. 25 ლარად ეს EBG-ზე და აქედან გამომდინარე აქვს როგორც პლუსები, ასევე მინუსები. თუმცა ამ ყველაფერს ამ ვიდეოში გეტყვით და საერთოდ ვაპირებ განვიხილო საინტერესო ნივთები და მოგაწოდო მათ შესახებ შეულამაზებელი ინფორმაცია. ხოლო გათამაშების შესახებ ვიდეოს ბოლოს მოგახსენებ. მე ვარ ლუკა EBG-დან და ეს არის ნივთების ანატომია. Panasonic-ის Ergofit ყურსასმენები გამოგადგება იმ შემთხვევაში, თუ გარემოს ხმის დახშობა გსურს მუსიკის მოსმენისას. ხმის დახშობას განაპირობებს 3 სხვადასხვა ზომის ბალიში, რომელიც ამ ყურსასმენს მოყვება. ეს მუსიკის მოსმენას უფრო კომფორტულს ხდის და კომფორტის მიზეზია ასევე დინამიკის დიზაინიც, რომელიც ვიზუალურად არ მომწონს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ყურზე კარგად მერგება და ეს უფრო მნიშვნელოვანია. კომფორტს ამაღლებს კაბელის სიგრძეც, რომელიც საკმარისად გრძელია იმისთვის, რომ სირბილის დროს არ მოგწურეს და საკმარისად მოკლე ჯიბით სატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ კაბელი მარტივად იხლართება ჯიბეში, ძალიან გამძლეა და პრაქტიკულად არასდროს წყდება. ასევე დიდი განძლეობით გამოირჩევა კაბელის ორივე ბოლო, როგორც დინამიკის, ასევე აუდიო ჯეკის ბოლო. ამ ყურსასმენს კუთხური ჯეკი აქვს და პირადად მე მირჩევნია კუთხური ჯეკის ყურსასმენი მქონდეს, რადგან ჰორიზონტალური ჯეკი მარტივად კარგავს კონტაქტს. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს აუდიო ჯეკის ფორმას და გამძლეობას, რადგან აუდიო ჯეკის დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელია მუსიკის მოსმენა, რადგან ეს არ არის Bluetooth ყურსასმენი. ასევე ყურსასმენს არ აქვს მიკროფონი და აუდიო პლეიერი, შესაბამისად მუსიკის ჩართვა, გადართვა და შეჩერება მხოლოდ მობილურიდან არის შესაძლებელი, რაც ჩემთვის არაკომფორტულია. Panasonic Ergofit ყურსასმენები თავის ზომასთან შედარებით საკმაოდ ძლიერი ბასის თანახმით გამოირჩევა, თუმცა როგორც ხმას აუწევ, ხვდები, რომ ბასის ხარისხი კლებულობს. მისი აუდიო თვისებები დადასტილია Ratings.com-ის მიერ, რომელიც ისეთი რეპუტაციით სარგებლობს ყურსასმენებში, როგორც IMDb ფილმებში. Ratings.com-ის თქმით, ეს 25 ლარიანი ყურსასმენი ბევრად ძლიერი ბასით გამოირჩევა, ვიდრე $160 Apple AirPods. თუმცა ცხადია, რომ ის მასთან შედარებით სიზუფთავეში მოიკოტრებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსია ამ ყურსასმენისთვის და ამით ის უტოლდება და ეჯიბერება ისეთ ძლიერ ყურსასმენებს, როგორიცაა Apple AirPods-ი, რომელსაც სულ 2 დეციბელი ჩამორჩება ხმის სიძლიერეში. თუმცა როგორც ვთქვით, ხმის აწევასთან ერთად ბასის ხარისხი საკმაოდ კლებულობს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ საკმარისია ოდნავ მაინც აუწიოთ ხმას, რომ აი ამ პატარა ბალიშების დახმარებით, რომელიც გარემოს ხმის დახშობას უზრუნველყოფს, ძალიან მარტივია მელოდიის გარჩევა. საბოლოოდ თუ გავითვალისწინებთ ამ ყურსასმენების დაბალ ფასს და მის შესაძლებლობებს, Какие? Ой. Аквара. Ладно. Чао. Хуйчоки. Чхირები არის თუ არა არ ვიცი ოღონ. საბოლოოდ თუ გავითვალისწინებთ ამ ყურსასმენის დაბალ ფასსა და მის შესაძლებლობებს, საბოლოოდ თუ გავითვალისწინებთ ამ ყურსასმენების დაბალ ფასსა და უნარებს, უნდა ვთქვათ, რომ დაბალბიუჯეტიან ყურსასმენებში ნამდვილი ლიდერია. რა თქმა უნდა, ამას ბევრად უკეთესებიც მინახავს და თუ გაქვთ ფული შემირჩევა ექნება, რომ დაამატოთ და იყიდოთ უკეთესი, თუმცა თუ ამ ფასში გინდათ შეძენა, Panasonic Ergofit ყურსასმენები ნამდვილად ძლიერია და ბევრად გამოირჩევა იმ პროდუქტებისგან, რომელსაც ვაგზალზე შეხვდებით. დღეისთვის სულ ეს იყო, ახლა კი დაპირებული გათამაშების წესები. თუ გსურს რომ ეს ყურსასმენი შენი გახდეს, მაშინ გამოიწერე ჩვენი არხი და მოიწონე ეს ვიდეო. მე თქვენგან შემთხვევითობის პრინციპით ერთ-ერთს ავარჩევ და შემდეგ ვიდეოში გამოვლენ. ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.